ძალიან ბევრი ხალხი დადის ლანჩის ბოქსით ნეტა, ძალიან დიდი ბოდიში ხალხო, თქვენ იარეთ, მე არ გჯაჯავთ, უბრალოდ not for me. ინდონეზე დავედი ხალხო, რა ცხოვრებაში მეორედ, ვიცი რომ ბევრს დაგაქვთ ლანჩი სამსახურებში, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც იყო ამის წინააღმდეგ ყოველთვის. აი ეს სექტა მეტროში რო არიან ლანჩის ჩანთებით რა, ანუ შენ არ ვიცი დაგინახავს, ცალკე ჩანთა უჭირავთ, სადაც ლანჩი უდევთ და I could never ხალხო რო ვუყურებდი, ფიქრობდი რომ ღმერთო აი მაგამდე არასდროს მიმიყვანო, მაგრამ ეხლა რა ეტაპზე ვარ მისული რომ ჩემ დიდ ჩანთაში ვდებ ლანჩს. მალავს. მაგრამ ესეც რაღაცნაირი პროცესი იყო, ესე მარტივად არ მისულა. ჯერ ერთი კვირა ვუყურე რომ ლანჩზე არ აქვს გასვლის კულტურა ამ სამსახურში. ჩემთვის experience რომ ლანჩზე გახვიდე რესტორანში ჭამო, არ მენანება მაგაში ფული, მაგრამ სულ რო გამოვიძახო, მაგაში უკვე მენანება უფრო და თან მით უმეტეს რომ აი 10 წუთში რო უნდა ჭამო, სადღაც მიკუნჭულში ხვდები. Not a great experience. პირველ დღეს წავიღე, მჭადები და ჩემი საყვარელი საჭმელი გამოვაცხე მთელი ამბავი. მაინც ვერ გადავდგეგნავიში, წამოვიღე სახლში უკან და არ მიჭამია, გამოვიძახე მაგ დღეს, მაგრამ მეორე დღეს უკვე წავიღე, ანუ გუშინ. დღესაც წავიღე რაღაც ავოკადო და პური და რაღაცაები. ანუ look at me you guys. მე მიყვარს ძალიან სომხური ლავაში და ავოკადოს რო ჩავდებ სომხურ ლავაში. Okay, ძალიან დიეტური ჩანს. Period. ხოდა დღეს ეგუჭამე და ნახოთ, აბა მე თუ იქამდე მივედი რომ ლანჩის ჩანთა დავიჭირე ხელში უკვე მიშველეთ და მითხარით რომ სამსახურიდან დამოვიდა. იმიტომ რომ აღარ ვიქნები კარგად.